თითქმის ყველა სასაფლაოს ერთი და იგივე ხელწერა აქვთ. ეხლა აქ ფოთლები დაფარულია, მაგრამ როგორც ჩანს, როცა სუფთავდება სასაფლაოები, მოისრიან ქვევით. დაგრუზულები, დატვირთულები, ამოდიხართ ადამიანებო. პატივცემთ თქვენს მიცვალებულებსა, ცარიელის წაღება, რატო გეზარება და ესე ბუნებაში რომ არ დაყაროთ ნაგავი. ქვევით ჩადის თელი ნაგავი. წარმოგიდგენთ, სასაფლაო ესეა, ჭამენ, სვავენ და მერე ბოლოს მოისრიან ქვევით და აი ახლა მთელი ეს ჩაყოლება მთელ სიგრძეზე არის ჩასული ნაგავი. და წარმოიდგინე, რამდენი წელი იყრება ახლა ესე მსგავსად ნაგავი. ნიკითა მხარის მთელი ეს ჩაყოლება, მთელი ეს ჩაყოლება მთელ სიგრძეზე იყრება ნაგავი. მიცვალებულებს თუ პატივისცემთ და მოდიხარ და მოიხსენიებთ და მოიგონებთ, რატომ გონიათ, რომ და რატო ფიქრობთ, რომ თქვენი წინაპრები ამას მოიწონებენ, რასაც აკეთებთ და ყრით ნაგავს. სასაფლაო, ჭამე, სვი, სუპერ, მოწესრიგებულია სასაფლაო, შვენიერია, მაგრამ რა ლოგიკა არის ამიხსენი ადამიანო, როცა მოაწესრიგე და გაისროლე, როცა შეგიძლია თქვა დადგათ ურნა და იქ რაღაცა მოაგროვოთ ერთ ადგილას და ან ჩაწვათ, ან გაიტანოთ. წელიწადში ერთხელ ამოდიხართ თქვენ მიცვალებულებს, რომ პატივისცეთ ყოველ აღდგომას და ყოველ აღდგომის დღესასწაულზე, რომ რაც გროვდება ის ნაგავი და რომ გაიწმინდება და ასუფთავებთ თქვენ სასაფლაოებს, ხო? აქ გადაყრას. ჯობია ისევ ერთ ადგილას მოგუჩნდეს, ან ჩაწვათ, ან გაიტანოთ. ეს უფრო მეტი მადლი არის. ამით იქნება უფრო მეტი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, გარემოს მიმართ, დედაბუნების მიმართ და თქვენი მიცვალებულების მიმართ. ეს უნდა გაითვალისწინოთ ადამიანებო, რა გჭირთ, ხო?